What's up YouTube? მოგესალმებით ყველას. მოკლედ ახალი მორიგი ვიდეო ბიოჰაკერის და დღეს ჩვენ განვიხილავთ ორ ძალიან მაგარ სელექტიურ ნამდვილ სარმებს. ბევრს სარმები ერევა, ბევრი იბუტამორენის სახის სარმს არ არის სიმართლეში მასე. სარმები სელექტიური მოდულატორები სიმართლეში ბევრი არ არის. даже კარდარინის რევეროლიცაც არის და ფაქტიურად ახალი კარდარინი, ფიტორინი, ეგენი პლატფორმები არ არის. მაგაზე ალბათ ვილაპარაკებ სხვა ვიდეოში. როგორც თქვი, ფორმატი ცოტა შევცვალე, მინდა რომ ვილაპარაკო ხოლმე მაქსიმალურად შედარებით იყოს ვიდეოები იყოს მოკლე და უფრო გამოვიდეს შედარებით ხშირად. ვიტყვი ახლა ფაქტობრივად როგორ სიტუაციას. ჩემს პირად გამოყენებას, რა თქმა უნდა. ვიტყვი ესე იგი დღეს ვილაპარაკებ ფაქტიურად არ მინდა რომ ერთ სარმზე ველაპარაკა. დღეს ვილაპარაკებ ესე იგი ფაქტიურად ორ სარმზე. ორ ფაქტიურად ყველაზე მაგარ სარმზე, რაც მე გამისინჯავს, რასაც გამოვიყენებ სისტემატიურად და რასაც ფაქტიურად ჩემი შოფიდან ყველაზე დადებითი ოძიები მოსდის, რომ რეალურად ბიჭები მოდიან ძალიან ჯანზე. ნუ ეხლა ავხსნი როგორ ნიუანს უპირველეს ყოვლისა. ყველა გარკვეული რაღაც სტატიას რამე ლინკებსაც მე მეგობრებო აქ ვალაგებ, ვიტყვი სულ როგორ ნიუანს. მაინც მე პირადად ეგ ჩემი მოსაზრება არის, ჩემი პირადი. მე 100%-იანი ბოლომდე მაინც არც ერთ კვლევას რაღაც ვარიანტში არ ვენდობი, მაინც რაღაც აპდეიტები მოდის, რაღაც სიახლეები მაინც მოდის, მე მიყვარს ტესტი. ჩემ თავზე პირველ რიგში ბიოჰაკერს ვიძახი, ფაქტიურად ეგ არის ზუსტად ჩემი გარკვეული რაღაცა, როგორც შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა პლუსი ვარიანტში, რომ მე უნდა გავრისკო, კი, რაღაც ისეთი მივიღო, რაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ მიიღებს, ან თქვა არ გაბედავს. ფაქტიურად უმეტეს სიტუაციაში საქართველოში რეალურად ამ სფეროში მცოდნე ბევრი არ არის და მცოდნე არის ის, ვინც რეალურად გაიარა თავის თავზე, თავის ჯანმრთელობაზე, ნახა რეალურად ყველანაირი საიდ ეფექტები და ასე შემდეგ და უკვე შეუძლია რომ ამაზე ილაპარაკოს. კვლევები გაია, მაგრამ მაინც ვიტყვი როგორ სიტუაციას, პირადი გამოცდილება, ერთი პირადი ჩემი იმით რომ ფაქტიურად მე მაქვს დღიური ფაქტიურად ვიწერე ყოველდღიურ რაღაც გარკვეულ ჩემს თქვა დღეს, გარკვეულ რაღაცა თქვა ექსპერიმენტებს, ყოველ თქვა 2 თვეში, 3 თვეში ერთხელ ტესტავ რაღაც ახალ ნივთიერებას, მე ვაბარებ ანალიზებს ვაბარებ ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ. მიმიწვდება ხელი ლაბორატორიაზე რომ ვაბარო ფაქტიურად ანალიზები, რაც მინდა ფაქტიურად და ამ ხარჯზე და ამ ექსპერიენსის ხარჯზე ფაქტიურად ინფორმაცია მაქვს უამრავი. მე ალბათ საქართველოში ვიყავი პირველი, ვინც სარმების თემას დაიწყო ლაპარაკი. და ფაქტიურად გახსნათ კი ლაპარაკობ სტეროიდებზეც ასევე რა და ისეთი თემა არის რომ დღეს შევეხები ორ სარმს. სარმი ესე იგი LGD იქნება, ლიგანდროლი გვექნება დღეს და გვექნება მეორე ანდარინი S4. ფაქტიურად როგორი სიტუაცია არის? ბევრი სტერეოტიპი, ანუ ვიტყვი ისეთ რაღაც ვარიანტსაც, რასაც ხალხი მწერენ მე თვითონ დაიერჩი. მოუწერიათ შიგადაშიგ რომ აი რაღაცა თქვა ჰეიტერულ ვარიანტში სარმები არ მუშაობს. ჯერაც ერთი ყველაზე მაგარი არგუმენტია, რაც შემიძლია რომ მე ვთქვა ამ საკითხზე. არის ის, რომ გრაფა სარმი ამოვიყვან S4-იც და ლიგანდროლიც WADA-ს ანტიდოპინგურ ვარიანტში, ანუ დოპინგ ტესტში ეს ორივე პრეპარატი ჩანს. ანუ ლოგიკურად იქ არ არსებულია, რომ გავხსნათ ჩვენ თქვა ფურცელი, ესაც არის ფაილი არის ჩემს ღია ტელეგრამ ჯგუფში, სადაც არის გარკვეული ნივთიერებები, ყველა ნივთიერებას აქვს რაღაცა დადებითი ბენეფიტი პერფორმანსისთვის და იმით არის შეყვანილი იქ. ეგ არის შინაარს დოპინგის და მერწმუნეთ რეალურად რომ იქ ისეთ დონეზე ამოწმე ყველა გარკვეული პრეპარატს რომ ესენი რო იყოს სიცარიელე, იქ ნაღდად არ იქნებოდა. ეგ სიტუაცია. მეორე სიტუაცია რა შეიძლება, როგორი შეიძლება არგუმენტი ამ საკითხზე ითქვას, ანუ ადამიანი თქვათ, რომელიც მე მქონია შემთხვევები, რამდენიმე ორ რუს პროფესიონალთან მილაპარაკია, რომელიც არიან ბოდიბილდერები, რომლებსაც ციკლები ჰქონდათ როგორი. ანუ ესე იგი, ჰქონდათ მომზადების პერიოდზე მიახლოებით 2 გრამი ტესტოსტერონი, მიახლოებით 750 მილიგრამიდან 1000 მილიგრამი ჰქონდათ ტრემბოლონი, მიახლოებით 1000, 1200, 1500 მილიგრამი ჰქონდათ მასტერონი და კიდე როგორც კამფეტი ჰქონდათ კი პრიმაბოლანი. ანუ მიახლოებით 1 გრამი გრამნახევარი. ანუ საერთო სტაკში, ჯამში შეიძლება ფარმაკოლოგიას იღებდნენ ხალხი მიახლოებით 4 და 5 გრამს. ნუ ბლიად, ლოგიკურად ხო მივხვდებით რომ როცა ადამიანი მასეთ ფარმაკოლოგიურ მასეთ დოზებს გამოიყენებს. ხო, ის ტიპები იყვნენ მიახლოებით 110, 115, შეიძლება 120 კილომდე. წლებიანენ მასე ხიმიჩობენ. მაგათი მემბრანები ფაქტიურად და მაგათი გარკვეულოთი სუჯეტები
არის მასეთი დონით ფარმაკოლოგიით ეს თვალინში რო თქვათ რეცეპტორები, გაჟღენთილი როგორ თქვათ, მიჩვეული. ანუ ლოგიკურია ახლა რომ ხო ბევრს ვეუნები რომ ბევრს გონია რომ აი შპრიცი ამოიღებს ბევრზეც გაიკეთებს და ჯანზე მოვა, ეგ არის აბსურდი ზეზეული. ანუ ფაქტიურად ყველანაირი გარკვეული პროგრესი რაც ხდება, ეგ არის ხანძრივი პროცესი, რომელიც მოითხოვს დროს და არა ის რომ შპრიცში ბევრი დოზირება და იქ დალაგებას და გარკვეულ რაღაცა ბალანსს აქვს ანდროგენებისას, ანაბოლიკებისას და ასე შემდეგ. მოკლედ შინაარსი ის არის რომ ტიპი როცა მასეთ არანორმალური კურსზე იყო, მომივიდა კამათი ის ვარიანტში რომ აი ერთ-ერთი შეიძლება რაღაც ლიგანდრული რაღაც ვარიანტში ისიც თუ მიახლოებით 30-40 მგ-მდე. მე ამ ტექსტზე წავი ლაპარაკი ვონე ბრო. ლოგიკურია რომ შენ თუ მასეთ ტექსტზე იყავი და რაღაცა ახლა ხო ეს 4 და ეს რაღაცები ნაღლად არ გაგისტორებს, იმიტომ რომ ახლა როცა უბერავ მასეთ დოზა ფარმაკოლოგიას, მასეთ დოზებს უბერავ. ლოგიკურია რომ ეს რაღაცებს უკვე ის თვალინში ვერ იგზნობ. ფაქტიურად თუ ახლა მივასაუბარი ბილდინგზე და მივასაუბარი რაღაცა ფრიკულ ვარიანტზე, ფრიკულზე. იქ არიან ფრიკები, რომლებიც გამოიყენებენ არანორმალურ დოზებს და არც გამოიყურებიან რაღაცა მაგრად რა. ფაქტიურად მე რეალურად მინახია IFBB პროები ვინც არიან და ვინც ოლიმპიაზე არიან მიახლოებით ტოპ-10-ში. მინახია მაგათ ციკლები და რო თქვა რომ რაღაცა განსაკუთრებულია და ვაი და უი, არა. და აი უფრო ფრიკები, რომლებიც უფრო არ გამოიყურებიან კარგად და რაღაცა, იმიტომ რომ კაი გენეტიკა არ აქვს მაგ სპორტისთვის, მაგრამ მაინც ეტენებიან მაგ ვარიანტში. და ცდილობენ რომ ვითომ რამე გამოვათ ფარმაკოლოგიის კუთხით, ისინი უბერავენ დიდ დოზებს. ლოგიკურია ხა მასეთ ვარიანტში სანამ შენ ხო ვერ იგზნო და ვერ გაგისტორდება. აგერ ვარ ადამიანი, რომელიც არის TRT-ზე, TRT ნიშნავს ტესტოსტერონ replacement თერაპიაზე, მიახლოებით უკვე 4 წელზე ზევით. ფაქტიურად ზეპირად ვიცი რა როგორ რამდენი მინდა, რა როგორ ჩემზე როგორ მუშაობს დეტალურად. პლუს ყველაზე მთავარი და ჩემი ყველაზე დიდი პლუსი ის არის ფაქტიურად. რაც მაძლევს მე ოპერატორობა სამსაკითხზე ლაპარაკისას ის რომ მე მყავს სამეგობრო. კლიენტურაზე არ მაქვს საუბარი. კლიენტურაზე ამ სიტუაციას რა თქმა უნდა მე არც გავბედავ, სხვა პასუხისმგებლობა მაქვს იქ ხალხთან, მაგრამ მე მყავს მეგობარი, ჩემი ბავშვობის მეგობრები, მიახლოებით 5-6 კაცი, ვისაც ფაქტიურად ევასებათ ექსპერიმენტები და უყვართ რაღაც გარკვეული სიახლეები. ამ რაღაცა გარკვეული ნივთიერებებს ასაც მე ვტესტავ, მე ვეჭვილობარებ ანალიზებზე. ანუ რო აიღო რაღაცა მიქსი და ის მიქსი რაღაცა თქვა მიიღო და მე თქვა შესაბამისად ანალიზები ჩააბარო რა, მაინც ზუსტი რაღაცა ვარიანტი შეიძლება ვერ ისაქნა რა და უნდა აიღო სა თქვა ტესტოსტერონი რაღაცა დოზა რას თქვა მაქვს, ნუ უხეშად თქვა 150 მგ კვირაში ჩემთვის. ნუ გზად მაქვს იქ რაღაცა გარკვეული ბადები, რასაც სულ სვავ, რაღაცა აფთიაქო თქვა ვარიანტი, რაღაც სიალისი, ეგენი არ ითვლება და ვიღებ რომელიმე თქვა გარკვეულად თქვა რომელიმე სარმს. მაგას სვავ, მე ვობარებ ფაქტიურად რასაც ბუდავენ. კალორიებს ვობარებ ფაქტიურად სისხლის ბიოლოგიას, რომ ინახოს ერიტროპოეზი, ინახოს ფაქტიურად ჰემატოკრიტი და ღვიძლის ფერმენტები. ღვიძლის ფერმენტები მელიშად სულ მაქვს მაღალი. ნუ შეგეშინდებათ ძალიან აწეული ALT-AST-ს, იმიტომ რომ ბილირუბინი თუ საერთოდ გაქვთ ნორმაში, ALT-AST იწევს ხოლმე ფაქტიურად მძიმე დატვირთვების შემდეგ და ფაქტიურად თვალები დაჭერილები მოდიან ხოლმე ჩემთან ხალხი კონსულტაციებზე, რომ როცა თქვა ALT-AST აქვთ მიახლოებით 20-30 დასტენილი რეფერალურს, გონიათ რომ სიო ღვიძლი ეშლებათ და მორშა გადიდებული აქვთ 10 სანტიმეტრი ღვიძლი და ასე შემდეგ. არა ესე მასე. ფაქტიურად ვიტყვი როგორ ნიუანსებს ესე იგი. ახსნე ესე იგი ფაქტიურად რით დავიწყებ. ფიქრობ რომ ვიტყვი ლიგანდროზე, ჯერ ორიოდენ სიტყვას და მაგით შესაბამისად მე გავუყვები ნელ-ნელა ვილაპარაკებ სხვა რაღაცებსაც. ლიგანდროზე ვიტყვი ესე იგი ფაქტიურად რომ ესე იგი რისთვის მოიგონეს და მე ვიტყვი ფაქტიურად შენს პრაქტიკულ გამოცდილებას. ამოვა ყველაფერი აქ რაღაც გარკვეულ სკინებს ხომ მოვიჭველი დავალაგებ. ფაქტიურად ისეთი ნიუანსი არის რომ ლიგანდროს კიდე აქვს გარკვეული ანუ ორი სახელი აქვს LGD 4033 აქვს და აქვს კიდე Veiki 4211. დღეს ახალი ლიგანდროზე არ ვილაპარაკებ, იქნება კლასიკური ლიგანდროზე ვილაპარაკებ. ფაქტიურად ეს არის იმენა სელექტიური მოდულატორი ანდროგენული რეცეპტორების, რომლებიც გამოყენდებოდა ფაქტიურად ზუსტად იმისთვის, რომ კუნთოვანი ქსოვილის ატროფიის საწინააღმდეგოდ, ოსტეოპოროზის საწინააღმდეგოდ და მოკლედ ფაქტიურად ისეთ სიტუაციაში ძალის და კუნთოვანი ქსოვილის მომატებისთვის ფაქტიურად რაც ვიტყვი ახლა ესე იგი ჩემ ვარიანტზე მე ლიჩნად სულ ამობ იმას რომ აი ეს მყესები და აი ეს სახსების რაღაცა გარკვეული ჯანმრთელობა და ეს რაღაცა ბრუნირება ეგ არის გენეტიკური მე უზომოდ ადვილად შეიძლება ვიტკირო წელი თქვა რაღაცა ვარიანტში შეიძლება რაღაცა თქვა მხარი წლების განმავლობაში ინტენსიური დატვირთვები მაქვს მე ვიტყვი ესე იგი როგორ ნიუანს მე ლიჩნად ლიგანდროს უბერავ პირველ რიგში ესე იგი როგორ ბენეფიტებს ვატყობ თითქოს უფრო შეკრული ხდები უფრო აი რაღაცა თითქოს უფრო მყარად გზნობ ჩვენ კლასიკურ სკვათებზე, ფრონტალურ სკვათებზე, clean and jerks-ზე, აი
რასაც ქვია რეალურად, აი power-ის ვარიანტში, ძალის ვარიანტში, გინდაც ავიღოთ 10, 15, 20 მილიგრამი, მე მაგას ვგზნობ იმენად პირველ რიგში. მეორე ნიუანსი რაც არის, მიახლოებით უკვე მესამე, მეოთხე, მეხუთე დღეს აშკარად ხვდები ძლიერი. სულეთ იგივე გრაფიკი მაქვს, ყველაფერი დღიურში მაქვს ჩაწერილი, დაფაზე მაქვს დარბაზში ჩაწერილი. ვაკვირდები აშკარად, რომ პირველ რიგში როგორ ნიუანსი, აი ამ ძარღვზე ვაკვირდები ხოლმე, აი ეს ძარღვი აშკარად, ძარღვები და რაღაცა ფამფის ვარიანტი თითქოს უფრო მომატებული მაქვს ლიგანდროლზე. დაჟე რო ავიღოთ სიტუაცია ესე 10 მილიგრამზე. რო არ მოვიტყუო ნახდათ, თუ უბერავ თქვა რაღაცა ნორმალურ ძალისმიერ ციკლს და მაქვს მარტო ტესტი, არ ვამატებ არც პრიმას, არც თქვა მასტერონს და მაქვს მარტო რამე ტაბლეტიროვანი ვარიანტი. ლიგანდროს უბერავ ხოლმე 20 მილიგრამს. მქონდა როგორ ექსპერიმენტი, 30-ზე მეტი არ დამილევია. როგორ ნიუანს აღნიშნავ, რაღაცა რაოდენობა რო ვიცი თქვა ტესტოსტერონს, რასაც მე ვიკეთებ, იმ რაოდენობაზე ვთქვა, რომ ანასტაზოლი მჭირდება ვთქვა 250 ან თქვა 500 მიკროგრამი, ის ჩვეულებრივ ის დოზა დარჩა. ანუ ქალურ ჯგუფს, პროლაქტინს და ესტრადიოლს არც ეს 4 და არც ლიგანდროლი არ ეწევიან მაღლა. ეგ ცვეთში არის. მეორე, რაც შეეხება ეტროპოეს, მე არ მინახე ჯერ ანალიზი, რომ იმის სისხლი გასქელებოდა ამ ორ პრეპარატზე. მესამე ნიუანსი. ღვიძის პარამეტრებზე შეიძლება ასწენა მქონია მაქსიმუმი 5-10 ერთეული. ანუ ვთქვათ, თუ ALT AST არის ზედაზღვარი 40 და მელიშად მაქვს ხოლმე სტაბილურად 60-70, ისედაც ინტენსიური დატვირთვებიდან გამომდინარე და უფრო მაქვს ხოლმე AST მაღალი ფაქტიურად, მას ეს სიტუაცია შეიძლება სხვაობა მოუწია 5-10 და ეგ რეალურად ვაფშე არაფერს არ ნიშნავს ღვიძის ვარიანტში. საერთოდ ოქსიმეთოლონზე, როცა ოქსიმეთოლონს ვიღებდი მიახლოებით 3-4 კვირა, მაგან ჰემოტოკრიტი გამიზარდა მიახლოებით 50%-დან სადღაც 53-ზე 3 კვირაში, 4 კვირაში 3%-ით, არ არის ისეთ ვარიანტში რამე საშიში, მაგრამ ღვიძის ფერმენტებზე კარგად დამიწყა. მიახლოებით სვავდი 75 ვარჯიშის დღეებში, დასვენების დღეებში 50 მილიგრამს. და ღვიძის ფერმენტები მაშინ მქონდა მაღალი როგორ ეხა ფაქტიურად 200-ები მქონდა, მაგრამ 200-იც რაღაც ისეთ ვარიანტში ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ ხანგრძლივად მას ცხოვრება არ შეიძლება. ანუ ღვიძის ვარიანტშიც არა. ერთადერთი ფაქტიურად ნიუანსი, რაც აქვს ამ სარმებს, იცოდეთ, რომ ესენი ეწევიან LH-ს, ანუ მალუთინიზირებულ ჰორმონს დაბლა. ანუ რეალურად თუ ხანგრძლივ რაღაცა ციკლს ვაპირებთ, თქვა სარმების ვარიანტში, შესაძლებელია, რომ LH-ი დაბლა რო დაიწევს, შესაბამისად ტესტოსტერონიც კი დაიწევს, მაგრამ ყოველთვის მაგ ნიუანს აღნიშნავ და სულ ახლა გახსნით ლაპარაკობ, რომ სარმების მიღების შემდეგ აბეზალოვკა არის მიახლოებით 10, 12, 15, 20 დღე კლომიდის მიღება. და კლომიდის მიღება ფაქტიურად დაჟე კიდაც სარმები არ მივიღოთ ნატურალისთვის, ეგ მე წინა ვიდეოში ვილაპარაკე. ეგ არის ყველაზე ისეთი გარკვეული ალტერნატიული ვარიანტი, რაც შეიძლება რომ ჩვენი ბუნებრივი ტესტოსტერონი მაღლა ავწიოთ და რა ვიცი, ლოგიკურია, რომ ვისაც აქვს ნორმალურად ჭკუა და ხდება ტესტოსტერონი, რის ნიშნავს მამაკაცისთვის, ლოგიკურია, რომ მაგას უნდა შევეცადოთ, რომ რაც მაღალი იქნება, მით უკეთესია. კლომიდი კაპიკები ღირს რეალურად. ესე იგი, ფაქტიურად ნიუანსებს ხსნი რაღაც, რომ ლიგა რეალურად რაბოჩია და ეხლა ხანს წეს ერთი ტიპი, არ ვიცი საიდან მომძებნა. უნდა დამესქინა და მეუნევა როგორ სიტუაციას, რომ ლიგანდროლი დავითრიო, რაღაც სურათს მანახებს, გამოვიწერე ალიბაბაზეო და ვაფშე არ იმუშაო. სალსია ფაქტიურად ბაზარი ფეიქით და ნაგავით. კაი შემთხვევაში შეგვხვდება ჩვენ კლასიკური სტეროიდების შიგნით. თქვა თუ ლიგანდროლია და ლოგიკური ეფექტებით, რასაც ჩვენ ახლა გუგლში თქვა სამე წავიკითხავთ. ხო უნდა ემთხოვდეს თქვა ახლა ვინც არის ის მწარმოებელი, ვინც მაგას აყალბებს, რომ თქვა რომ ავიღოთ თქვა საუბარი კილოგრამი ლიგანდროლი ეღირება მიახლოებით ნედლეული $10,000, მეთანი ეღირება მიახლოებით 2.5 ან თქვა $2,000 უხეშად. გაცილებით იაფი არის მეთანი უпростоით ბოდიში მეთანი არის უფრო გამოდის თქვა იაფი ნედლეული ან მიხვდით შინაარსი ლიგანდროლი არის რთული საშუალის და პლუს არის გაცილებით 4-5 ძვირი. ანუ კაი სიტუაციაში რო თქვა შევადაროთ ეფექტებით, ანუ ლიგანდროლი უფრო გავს მეთანს, ჩაგვიყრიან მეთანს თქვა და ყველაზე ისეთ ვარიანტში უხეშ და ცუდ სიტუაციაში ეყრება შიგნით რა ვიცი თქვა, ან მალტოდექსტრინი თქვა, ან მაგნეზიუმი, ან რაღაცა კრახმალი ეყრება კაფსულაში, ჩვენ ყლაპავთ და ფაქტიურად ზოგზე პლაცებოც მაგრად მოქმედებს, პროსტა გონია რომ ვითომ რაღაცა და მაგის მიღების პროცესში უფრო იწყებს თქვა უფრო თვლას, მაკროსისას უფრო ჭამას იცავს, უფრო ვარჯიშებს ინტენსიურად ვარჯიშობს და მე ამობს რომ ვითომ ლიგანდროლი მუშაობს. ამიტომ იცოდეთ რომ უზომოდ ბევრი პაზელკები არის და უნდა დაითრიოთ იქ იმ ადამიანთა ვისაც ენდობით ფაქტიურად
მე არ ვამფრინე მარტო ჩემთან, მაგრამ მე ფაქტობრივად რასაც ახლა აქ ვლაპარაკობ და რაღაცა თქვენ ხვდებით რომ მე გადატესტილი მაქვს ძალიან ბევრი რამ და რეალურად ფაქტობრივად ინვესტორი ვარ მე იმენა სარმების ამ ვარიანტში და მე თუ რაღაც გარკვეულ სარმს ვყიდი პირველი რიგში არის დატესტილი ჩემზე და ჩემ ბიჭებზე ანუ ჩვენ ვიცით რასაც ვყიდით დანარჩენი ხა ფაქტობრივად შევეხე მე ლიგას მეგობარი მყავს ძალიან ახლო გუჯა აქ ვიდეოებიც მაქვს მაგასთან გადაღებული კაცი რომელიც tier 1-ზე არის და მაინც tier 1 მაქვს მაგისთვის გაკეთებული ანუ ისე რომ ტესტი აქვს ცოტა და აქვს კიდე ცოტა ნამდვილოვნი და მაინც მაგვარიანში რომ ამატებს ლიგანდრო 10 მგ-ს სრაზუ მაჯებზე ძარღვები ევერება და სრაზუ ჯანზე მოდის რა ანუ ლიგანდროლი მუშაობს ეხლა ფაქტობრივად როგორი სიტუაცია არის მეორე ვარიანტი ესე იგი რასაც შევეხები ეს არის S4 ანდარინი ეს არის ახლა როგორი სიტუაცია უფრო გავს როგორც მისტროს კლასიკურს ვინი მე მეზიზღება ვარიანტში რომ ფაქტიურად ცუდი სტეროიდი არ არის თუ მივესაუბრე ბოდიბილდინგზე ბაზარი არ არის ბოლო ეტაპზე ფიქრობ რომ საჭიროც არის იმიტომ რომ რეალურად კანსოტა ათხელებს წყალი გაღავს ყველაზე ცუდი ალბათ ჩემი გადმოსახედით არის ის რომ უზომოდ აშრობს ვინის სინეველურ სითხეთა სახსებს მაგრად ურხევს და მე ყველანაირი ტრავმა მაქვს გაუვლილი ამიტომ ექსპლუატაცია მაგრად მეზარება მეორე სიტუაცია აფუჭებს ლიპიდურ პროფილს ანუ ქოლესტერინის ეწევა და ლიპოპროტეინებს მაღალი დაბალი სიმკვრივის ბალანსს კარგად რეალურად რევს და მესამე კიდე ის აქვს რომ გეპატოტოქსიკური ანუ რეალურად გვიცაც კარგად უტყავს ვინი რა თუ ეხლა ადამიანები თუ ბერავს ვინის მიახლობით თვენახევარი ორ თვეზე მეზევით ჰაილ ტესტე კარგად აურბის მაღლა ამიტომ შედარებით რა ვიყოთ თქვა როგორც თქვი რა ესენი კალორიულ ჯგუფს არ ეხებიან S4 ფაქტიურად აკეთებს რას აი ხორცს ხდის უფრო ხმელს ანუ ფეთქებადი ძალა განძრეობის პერიოდშიც ამას უბერავდი ვაფშე არ ვიჭედებოდი საერთოდ რომ ამას უბერავ ხორცი ხდება უფრო სხვანაირი რელიეფური ვისაც თქვა უფრო გინდა თქვა აი დაკუწული დაჭერი ხორცი რეალურად აი ვიზუალურად მიახლოებით 1-10-12-14 დღეში ერთხელ მიაშკაროთ უფრო ხორცი მეცვლება დანარჩენი ფაქტიურად კიდე რა ნიუანსიც ამას აქვს ის დადებითი რა რომ იყო თაგუნიებზე იყო რაღაცა გარკვეული ექსპერიმენტები პროსტატის გიპერტროფიას უშლიდა ხელს არ ვიცი მოძებნით თუ არა მაგ ლინკს მაგრამ ტელეგრამში დახურვაში მაქვს ეს რაღაც ვარიანტები ეს ინფორმაციები და ფაქტიურად ეს არის ძალიან დიდი პლუსი არის ამ სარმის ამაზე მინდა არის ექსტრუაცია მე როგორი სიტუაციას დავაკვირდი მაგას ერთხელ ამაზე ვიდეოს უეჭველი ჩავწერე ანუ როცა არ უბერავდი სარმებს ერთი პერიოდი ჩაუბარე პესია საერთო მქონდა რაღაცა 1.0 რა ვიცი 1.07 მქონდა თქვა და ისეთ თემა იყო რომ მე ამის მიღების შემდეგ მიახლოებით 3-4 თვეში როცა უბერავდი სისტემატიურად S4-ს S4-ს უბერავდი ესე იგი მიახლოებით 1-4 თვე და იმ შუალედებში კიდე მიახლოებით 1 თვე თვენახევარი მქონდა კიდე ლიგანდროლი უფრო ვიტყოდი რომ ამის დამსახურება არის რომ ჩაუბარე მე 4 თვის შემდეგ პესია იყო ოდნავ დაწეული ანუ გინდათ თუ ოდნავ ეგეც მაგარი საქმეა ეს ფაქტიურად ამ ვარიანტში და ამას აქვს ის პლუსი რომ ამაზე ფაქტიურად მე არ მინახე რომ მე ანალიზი გაფუჭებულიყო რა ანუ რო შევადაროთ თქვა დაჟე LH-ის ვარიანტში რომ მალუთინეზებულ ჰორმონს რომელი უფრო ძალიან ეწევა რა თქმა უნდა უფრო ეწევა ლიგანდროლი დაჟე მინახია თქვა სიტუაციები რომ მეგობარს ჩაუბარებია როგორ თქვა სანამ დაიწყებდა ამ S4-ს ჩაუბარებია ანალიზი LH-ზე ქონია მიახლოებით 7 რო ხდებოდა ზედაზღვარი არის 8 ქორაზღვარი არის მე მგონი 3 ქონდა 7 ამას ერთი თვე უბერა და ჩამოვიდა LH-ი მიახლოებით 5-ზე ანუ 2 ფაქტიურად ეგ იმას ნიშნავს რომ დაჟე ამის მიღების პროცესში ტესტოსტერონი დაჟე არ დაეწეოდა და არ იქნებოდა ნულებში რა ანუ ამ ხრივას დაჟე მაგარი ეს იგრბილი არის რა უფრო ეს ვარიანტში სამი გვერდით მოვლენა ის აქვს ცოტა ეწევა მაინც LH-ს და კიდე როგორი გვერდით მოვლენა აქვს არ შეგეშინდეთ ანუ ფაქტიურად დროებით აქვს ესეთი საიდ ეფექტი დოზირება მიახლოებით ვიტყოდი ალბათ უფრო 50-75-100 მგ-ზე აქვს თითქოს ფერიდან ფეში რო გადავდივართ ცოტა რაღაც სიყვითლეებს გვიტოვებს მაგრამ მე განნიშნავს იმას რომ მე ცუდად მოქმედებს თვალზე ეს ფაქტიურად უფრო მაშინ გზნობა უფრო ზაფხულში ძერო აჭერს და რაღაცა ფაქტიურად პატარა გაიდი ბიოჰაკერისგან მეგობრებო ორ სარმზე რეალურად ფაქტიურად როგორც თქვი ეს ფორმატი არის დაჟე გავაცილე მიახლოებით 20 უახლოვდები ფაქტიურად ვილოპარაკეთ ეს იგი სიტუაციაც გავიარე კიდე იქნება ბევრი საინტერესო მე მხოლოდ ავხსნი აქ იმ გარკვეულ რაღაცა თქვა ნიუტერებებს რომელსაც რეალურად რაღაცა საინტერესო ეფექტები აქვს კვლევებად და რა თქმა უნდა ყველაზე მთავარი პრაქტიკული გამოცდილება იმიტომ რომ დამიჯერეთ თუ ძალიან ბევრი ექიმსაც რაღაცა გარკვეულად ბევრ ამას იმიტომ არ ტესტავენ რაღაც კუთხით იმიტომ არ ჯერ ამ ეტაპზე ფარმაკოლოგიის მხრივ და მედიცინის მხრივ რომ ბევრს ფაქტიურად არ ემეტება თავის ჯანმრთელობა თავისთავად რაღაცა გარისკოს მე ისეთ ვარიანტში რადგან ამ სიტუაციას უბერავ
ამ სფეროში მუშაობ, რაღაცა სპონჯში დაჟევალდებულად გრძნობ თავს, რომ ამ სიტუაციას რეალურად მე experience ესე ფაქტიურად ესე შევიძინე წლების განმავლობაში. გავლილი მაქვს ყველაფერი, რაღაცა საშინელი აბსესებიდან დაწყებული, გადარჩენილი და უამრავი რაღაცა გარკვეული ისეთ ვარიანტის side effect-ები. ამიტომ გამოიწერეთ არხი, ფიქრობ YouTube-ის თემას უბრუნდები, სიტუაციებს კიდე ჩავწერ. და რა ვიცი, ვეცდები რომ მაქსიმალურად ცოტა ისეთ ვარიანტში დავეხმარო საქართველოს რაღაც ამ ვარიანტში, ამ განათლების ვარიანტში. ჩემთან არხზე უფრო, როგორც თქვი, გამოდის მარტო ისეთი გარკვეული რაბოჩი ნივთიერებები, რაც რეალურად მაგრად მუშაობს და რეალურად წაგადგებათ სპორტულ პერფორმანსში. ნუ, ყოველას დროებით გემშვიდობებით, როგორ მომძებნოთ თქვა თუ ვინმეს გინდათ რამე ან სწორად დაალაგებული ციკლი, ან თქვა ანალიზების შესწორება, ან თქვა რამე დახმარება. ყოველას ეგ სიტუაცია გააქვთ მონაცემები, ან აქ სამე ჩავაგრავ გარკვეულად ჩემს Instagram-ს, ან გარკვეულად ჩემს Telegram-ს. ყოველას დროებით გემშვიდობებით. Adios.